ახლა მინდა გადავიდეს შემდეგი გავზე და ეს არის ჩემი დასკვნითი აზრი. და სწორედ ეს გეხებათ თქვენ. მათეს სახარების მე-13 თავის 45 და 46 მუხლებში ვკითხულობთ. ეს არის იგავი, რომელიც მე მიყვარს. ვიცი, რომ იგავების ინტერპრეტაციის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს და შემიძლია ვთქვა, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, რა ვქნა თუ მართალი ვარ. ამას ყოველთვის ერთ მქადაგებელს მივაწერ ხოლმე, რადგან თავმდაბლური არ იქნებოდა ჩემი მხრიდან ამის თქმა. 45 და 46 მუხლები კიდევ მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭრისა, რომელიც ეძებდა მშვენიერ მარგალიტებს. და როცა იპოვა ერთი ძვირფასი მარგალიტი, წავიდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა და იყიდა იგი. ამას გაგების სხვადასხვა გზა აქვს, მაგრამ მინდა მოგცეთ ერთი გაგება, რომელმაც შეიძლება ცვლილება მოახდინოს თქვენს ცხოვრებაში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ის იყო ვაჭარი. ის არ იყო ტურისტი. ის იყო ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მარგალიტებით ვაჭრობაში გაატარა და მან იცოდა მარგალიტის ნამდვილი ღირებულება. და შემდეგ იპოვა ეს ერთი მარგალიტი. ისეთი საოცარი და ისეთი ძვირფასი, რომ გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა, რომ ეყიდა იგი. ეს მისი ოდნავ მოდერნიზებული ვერსია. მაგრამ წარმომიდგენია, როგორ მიდის სახში ცოლთან და ეუბნება. ძვირფასო, ჩვენი მანქანა გავყიდე. შენი მანქანა გაყიდე? რატომ გააკეთე ეს? აბა, მარგალიტი ვიპოვე. მარგალიტი? ერთი მარგალიტი? კარგი რა, ღმერთს მადლობა მაინც, სახურავი გვაქვს თავზე. არა, ჩვენი სახლიც გავყიდე. მან იპოვა ერთი მარგალიტი, რომელიც უფრო მეტი ღირდა, ვიდრე ყველაფერი, რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა. და მან ყველაფერი გაყიდა და იყიდა მარგალიტი. ახლა მინდა რომ ერთი წუთით დაფიქრდეთ. თქვენ ხართ ეს მარგალიტი, ამ იგავის ინტერპრეტაციის მრავალი განსხვავებული გზა არსებობს, მაგრამ მინდა იფიქროთ საკუთარ თავზე, როგორც ამ ერთ მარგალიტზე, უნიკალურად ლამაზ და ძვირფას მარგალიტზე. თქვენ იცით, რომ მარგალიტები ტანჯვის შედეგია. მარგალიტი გამოდის ხამანწკის ტანჯვის შედეგად. ასე რომ, შესაძლოა თქვენს გაიარეთ ტანჯვა და დაიწყეთ კითხვა, ნამდვილად უყვარხართ თუ არა ღმერთს. და დაიწყეთ ფიქრი, აბა, მე არც ისე ბევრი ვღირ ვარ. მე არ ვარ მნიშვნელოვანი ღმერთისთვის. სხვა ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მე. მინდა გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ღმერთისთვის. იმდენად მნიშვნელოვანი ღმერთისთვის, რომ მან მისცა თავისი ძე, იესო, რათა მომკვდარიყო ჯვარზე თქვენთვის. თქვენთვის, კონკრეტულად თქვენთვის. იესომ გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა. მან დატოვა დიდების მთელი სიმდიდრე ზეცაში. გახდა დურგლის ძე, გახდა მოგზაური მქადაგებელი. და როდესაც ჯვარზე მოკვდა, მას სიტყვასიტყვით არაფერი ებადა. ის დაასაფლავეს ნათხოვარ სამოსელში, ნათხოვარ სამარხში. თქვენ იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, როგორც პავლე ამბობს, რომ თუმცა მდიდარი იყო, თქვენს გამო გაღარიბდა, რათა თქვენ მისი სიღარიბის წყალობით გამდიდრებულიყავით. იესომ გაყიდა ყველაფერი, რაც ჰქონდა. მან ყველაფერი დათმო თქვენთვის. მე ვიცი, რომ მან შეიძინა საუნჯე მინდორში. ეს არის ღვთის ხალხი, როგორც ერთობა. მაგრამ მან ასევე შეიძინა ერთი დიდი ფასის მარგალიტი, რომელიც ხართ თქვენ. თქვენი სისუსტეებით, თქვენი წარუმატებლობებით, იმედგაცრუებებით, მარტოობით, შიშებით, იესო მოკვდა თქვენთვის. ღმერთის სიყვარული ინდივიდუალურია, მე ნამდვილად მჯერა და დავარწმუნე საკუთარი თავი ამაში, რომ თუ არავის სხვა არასოდეს გადარჩებოდა, იესო მოკვდებოდა ჩემთვის. თუნდაც არავის სხვა არ ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, მილიონობით სხვა არის, მაგრამ მე მომწონს, როდესაც მისი სიყვარული ინდივიდუალურია. მომწონს, როდესაც ის პირადია. მომწონს თქმა, რომ ჩემთვის მოკვდა. ჩემთვის დათმო თავისი ტახტი, ჩემთვის დადო თავისი სიცოცხლე. ჩემთვის იტანჯა ჯვარზე და დაიმარხა. და შემდეგ ჩემთვის აღდგა, ამაღლდა. ის არის მამის მარჯვენა მხარეს. I like to make it personal. I like to say, for me, he died. For me, he gave up his throne. For me, he laid down his life. თუ თქვენ გაქვთ პრობლემა თვითშეფასებასთან, თუ გაქვთ დაბალი თვითპატივისცემა, თუ არ გძნობთ, რომ დიდად მნიშვნელოვანი ხართ ღმერთისთვის, ან შესაძლოა ადამიანებისთვის, შეიძლება მარტო ხართ, შეიძლება გაინტერესებთ, როგორ მოხვდით აქ, მინდა გითხრათ, ღმერთმა მოგიყვანათ აქ. თქვენ გაქვთ შეხვედრა ღმერთთან ამაღამ.
If you have a low და მინდა რომ ასე იფიქროთ საკუთარ თავზე. you don't really feel that you matter. წარმომიდგენია ის ვაჭარი, რომელმაც იყიდა მარგალიტი. You may be lonely. You may be wondering how you ის უჭირავს ხელის გულზე და ქვემოდან უყურებს და ამბობს: შემშვენიერი ხარ. You have an appointment. შენ ყველაზე ლამაზი ხარ, რაც კი ოდესმე მინახავს. And I want you to think of yourself this way. შენთვის დამჭირდა ყველაფერი, რაც მქონდა, მაგრამ ღირდი ამად. Merchant, having bought the pearl, შენ ისეთი მშვენიერი in ხარ. the palm of his hand. And he's looking ახლა მინდა იფიქროთ, რომ თქვენ ინდივიდუალურად ხართ ის მარგალიტი. You're beautiful. თქვენ თვითონ თქვენ ხართ უფლის ხელის გულზე და ის ქვემოდან გიყურებთ და ამბობს: Everything I had, but you were worth it. შენ ისეთი მშვენიერი ხარ. So შენთვის დამჭირდა ყველაფერი, რაც მქონდა, მაგრამ მე შენ მიყვარ ხარ. you individually are that pearl. მიხარია, რომ შენთვის მოვკვდი. You yourself, you're there in the palm. ახლა მინდა კიდევ ცოტათი დაგეხმაროთ. And he's looking down at you and saying, რადგან ადამიანებთან ურთიერთობით ვიცი, თუ რამდენად გავრცელებულია ეს პრობლემა, დაბალი თვითშეფასების განცდა. I'm glad I died. მინდა შემოგთავაზოთ, რომ თუ გაქვთ პრობლემა იმის დაჯერებით, რომ მართლა ძვირფასი ხართ ღმერთისთვის, I want to help ადგეთ ფეხზე და მე წაგიძღვებით სპეციალურ ლოცვაში. Dealing with people, how common this problem is. თქვენ გაქვთ პრობლემა თვითშეფასებასთან დაკავშირებით. I want to suggest that if you have ნუ შეგეშინდებათ, ნუ შეგრცხვებათ. really valuable, თუ ეს პრობლემა გაქვთ, ადექით. that you stand to your feet here and I'm going to lead you in a ასეა, specific ბევრი prayer. ხართ. ახლა ჩვენ არ Problem ვჩქარობთ. with self-esteem. Now don't be afraid, don't be ashamed. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საზეიმო მომენტია. Stand up. ეშმაკმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხელი შეეშალა ჩემთვის აქ მოსვლაში ამაღამ. That's right. Yanko, would you come up on the platform wherever you are? მაგრამ ის დამარცხებული მტერია. ახლა მინდა იფიქროთ საკუთარ თავზე. ცოტა ხნით გამორთეთ ყველაფერი და იხილეთ საკუთარი თავი, როგორც ის ერთი მარგალიტი იესოს ხელის გულზე. The devil did everything he could prevent me from getting here tonight. But he is a defeated enemy. და გახსოვდეთ, რომ ხელის გულზეა მისი Now, ტანჯვის I want you to ნაიარევი. think of yourself. Just now, for a little while, shut everything else out and see yourself მინდა იფიქროთ, რომ იესო გესაუბრებათ და ამბობს: in the palm of the hand of Jesus. And შენ remember მშვენიერი the ხარ. palm, შენთვის დამჭირდა ყველაფერი, რაც მქონდა, მაგრამ ღირ ხარ ამად. and I want you to think, მიხარია, რომ შენთვის დავდე ჩემი სიცოცხლე. შეგიძლიათ წარმოთქვათ ეს სიტყვები ამ სურათით თქვენს გონებაში. you're beautiful. You cost me all I had. გაიმეორეთ ეს სიტყვები ჩემ შემდეგ. უფალო იესო, მადლობას გიხდი, რომ მოგკვდი ჩემთვის, რომ შენ გასწირე საკუთარი თავი ჯვარზე. Can you perhaps say these words? ტანჯვისა და სირცხვილის სიკვდილით, რათა მე გამოგესყიდე. Say these words after me. Lord Jesus, I thank you that you died for me, I thank you that you died for me, that you gave yourself that you gave yourself on the cross, on the cross, a death of agony and shame, to purchase და უფალო, me. მე შენ გეკუთვნი, მე ვარ შენი სამუდამოდ. And Lord, ვიცი რომ არასოდეს მიმატოვებ. არასოდეს დამტოვებ. I'm yours forever. მე ამოტვიფრული ვარ შენს ხელის გულზე. I know you will never leave me. You will never forsake me. I'm graven on the palm of your hand. მე მშვენიერი ვარ შენს თვალში. I'm beautiful in უფრო your მშვენიერი, ვიდრე ყველა ის სამყარო, რომელიც შენ შექმენი, რადგან შენ დამიდგი მე შენი სიყვარულით. because you set your love on me. And because you love me, Lord, I love you. Receive და my რადგან love შენ მიყვარ ხარ, უფალო, მეც მიყვარ ხარ. მიიღე ჩემი სიყვარული ამაღამ. afresh to you. მე უბრალოდ თავს ხელახლა გითმობ შენ ამაღამ. მადლობას გიხდი, რომ მე არ ვარ არასასურველი, მე არ ვარ უღირსი, მე არ ვარ გარიყული, მე არ ვარ უარყოფილი. მე ვარ მიღებული საყვარელში, I'm შენში. not a cast off. I'm not rejected. I'm accepted in the beloved. In უფალო you, Lord იესო, Jesus. მე ვარ მიღებული. I'm accepted. მადლობა, მადლობა, ისევ და ისევ მადლობა. Thank you. Thank you again and again thank you again for that wonderful love which you poured out on the cross. ამ საოცარი სიყვარულისთვის, რომელიც შენ დაღვარე ჯვარზე.
Now, მადლობა, those of you that უფალო. are still ახლა, standing, don't თქვენ sit ვინც down. ფეხზე დგახართ, ცოტა ხნით არ I want you დაჯდეთ. to find somebody near to you. You may never have met them before. მინდა იპოვოთ But I ვინმე want you to თქვენს look them right მახლობლად. in the face and say, შესაძლოა, "I'm not არასოდეს rejected. შეხვედრი ხართ მათ, I'm not unwanted. მაგრამ მინდა პირდაპირ სახეში შეხედოთ და უთხრათ, მე არ ვარ უარყოფილი, მე არ ვარ არასასურველი, მე ძვირფასი ვარ უფლისთვის. I'm not rejected. I'm not unwanted. ამას I'm გააკეთებთ. precious to the Lord." უბრალოდ მიბრუნდით. სიტყვიერად თქვით ეს, მე არ ვარ უარყოფილი, მე არ ვარ არასასურველი, მე ძვირფასი ვარ უფლისთვის.